მოგესალმებით. ყველაფერი, რასაც ჩვენ თავის დროზე ევროპულს ვუწოდებდით, უკვე არის ყოფილი ევროპული და ევროპას თავისი კლასიკური გაგებით, უკვე არის ყოფილი ევროპა. ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტი უკვე არის ადამიანის უფლებების ყოფილი ევროპული სტანდარტი. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც მედია თავისუფლების ევროპული სტანდარტი, უკვე წარსულია. დღეს ევროპა და ევროკავშირი დაცლილია ყველა იმ ფუნდამენტური ღირებულებისგან, რომელმაც ევრო გაერთიანება ერთ დროს ძლიერად და მიმზიდველად აქცია, რომელში გაწევრიანებაც ასე სურდათ ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ ქრისტიანულ სახელმწიფოებს. დღეს ისე ხდება, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა და ბრიუსელის ბიუროკრატია თავიანთი ხელით ანგრევენ იმ ევროპას, რომელიც ჩვენ გვახსოვს და აშენებენ ახალს, რომლის პროექტიც გლობალურ deep state-ს ეკუთვნის და რომელსაც გლობალური deep state-ი უკვეთავს. ევროპის ყოფილ ევროპად გადაქცევის პროცესში განსაკუთრებული როლი იმ ღირებულებების ნგრევას აქვს, რომელზეც ევროპა ოდესღაც იდგა. ფასეულობების დევალვაციის პროცესი განსაკუთრებით იმ დროს გააქტიურდა, როცა ევროკავშირმა ამერიკის ეკონომიკას 1,5 ტრილიონი ევროთი გადაუსწრო და deep state-მა მისი მთავარი დომინაციის ინსტრუმენტისთვის, შეერთებული შტატებისთვის, ევროპის როგორც კონკურენტის ჩამოშორება განიზრახა. მას შემდეგ შეუქცევადად მიმდინარეობს ევროპის ფუნდამენტური ღირებულებების დემონტაჟი და გარედან ხელოვნური კრიზისების თავს მოხვება, რომელმაც საბოლოოდ ევროპის როგორც გლობალური მოთამაშის მარცხი და მორჩილ ტერიტორიულ ერთეულად გადაქცევა უნდა უზრუნველყოს. ერთ დროს ევროპის ძირითადი ღირებულებითი საყრდენი ადამიანის უფლებები დღეს პრაქტიკულად მხოლოდ ლამაზ სიტყვებად არის ქცეული. ევროპელი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები დღეს სრულად ნიველირებულია და შექმნილია გარემო, სადაც ევროპელი მოქალაქე უკონტროლო მიგრაციისა და გაზრდილი კრიმინალის გამო თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ზღვარგადასული LGBT პროპაგანდის გამო ვერ ახერხებს დაიცვას საკუთარი ტრადიციული და ოჯახური ღირებულებები. კონტინენტზე მიმდინარე ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო მომავლის რწმენა აქვს დაკარგული. ამ ყველაფერთან ერთად შეზღუდული აქვს ძირითადი პოლიტიკური უფლებები, არჩევანის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. შევხედოთ სიტყვის, გამოხატვისა და მედია თავისუფლების სტანდარტს ევროპაში და ვნახოთ რა დარჩა იმისგან, რაც იყო. მაშინ, როდესაც ევროპული ბიუროკრატია და ევროპარლამენტი კრიმინალსა და სისხლის სამართლის დამნაშავე დავით კეზერაშვილს მედია მენეჯერად წარმოაჩენს, ასევე დამნაშავე და კრიმინალ ნიკა გვარამიას სხვადასხვა ევროპულ პლატფორმებზე დაატარებენ და ზემოდან კიდევ იმას გვიჩივიან, რომ თურმე საქართველოში მედია თავისუფლებას საფრთხე ექმნება, ეს უკვე სარკეა. სარკე, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად ღრმად არის გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიასა და ევროკრატებში ორმაგი სტანდარტები. ევროკრატების მხრიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური მიკერძოებაა იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ კონკრეტულ ქვეყნებსა და მათ მთავრობებზე. არ შეიძლება ერთი და იგივე დანაშაულისთვის ევროპულ მედიაში პირი დამნაშავე იყოს და საქართველოში ამას გამოხატვის თავისუფლება ერქვას. ეს უკვე ნიშნავს, რომ ევროპული გამოხატვის თავისუფლება დღეს მხოლოდ ლამაზად ჟღერადი ბერკეტია გლობალური deep state-ის ხელში, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის გამოიყენებენ იმ ქვეყანაში, სადაც ეს გლობალურ deep state-ს დასჭირდება და რომელიც მის დირექტივებსა და მითითებებს არ დაემორჩილება. ეს მითითებები გლობალისტური და ნეოლიბერალურია. ამ ორივე მიმართულებას ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა გულდასმით მიჰყვება და სადაც არ მიჰყვებიან, იქ იარლიყებს აწებებენ. ზოგი პრორუსია, ზოგი ფაშისტი, ზოგი რასისტი, ზოგი ჰომოფობი და ზოგსაც უნივერსალურ იარლიხს მიაწებებენ. დემოკრატიის მტერი. შევხედოთ ვითარებას ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, რომ როგორც ადამიანის უფლებები, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ევროპული კანონმდებლობაც მხოლოდ ბერკეტად არის ქცეული გლობალური deep state-ის ხელში. გერმანიაში ჟურნალისტს 7 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ნენსი ფეზერთან დაკავშირებით ხუმრობის შემცველი ფოტო დადო სოციალურ ქსელში წარწერით, რომ ფეზერს სძულს სიტყვის თავისუფლება. საფრანგეთში სამართალდამცველებმა მარინ ლეპენის საქმის მოსამართლისადმი სოციალურ ქსელებში მუქარის გავრცელების გამო 76 წლის მამაკაცი დააკავეს. მოქალაქემ სოციალურ ქსელ X-ში გილიოტინის ფოტო გამოაქვეყნა და თან დაურთო კომენტარი, რომელიც მოსამართლის მიმართ მუქარას შეიცავდა.
ცოტა ხნის წინ გერმანიის მომავალ კანცლერს ერთ-ერთმა შვეიცარიელმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ერის მოღალატე უწოდა, რის გამოც ფრიდრიხ მერცმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. განსხვავებული აზრის დათრგუნვის საქმეში თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ მედიას, რომელიც დღეს სრულად კონტროლდება Deep State-ის მიერ. ევროპული მედია დღეს ამკვიდრებს ერთი აზრის დიქტატს და ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრება ან ამ მოსაზრების მატარებელი პირი ავტომატურად ხდება მედიის სამიზნე. მართული მედია საშუალებების სამიზნე ხდებიან არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ის პოლიტიკოსებიც, რომლებისთვისაც მიუღებელია ევროპისთვის თავსმოხვეული გლობალური დღის წესრიგი. ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლის ტრასის განცხადებით, დღეს ინგლისში არც სიტყვის თავისუფლება არსებობს და არც დამოუკიდებელი მედია, ორივე კონტროლდება Deep State-ის მიერ. ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება გლობალური ძალის ინტერესებს, იბლოკება. სწორედ ამიტომაც არ მისცეს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიზინა ივანიშვილის ადვოკატებს საშუალება ევროპულ მედიაში გამოექვეყნებინათ Deep State-ის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტის მამხილებელი ინფორმაცია. ეს მაგალითები იმის საჩვენებლად მოვიყვანეთ, რომ ნათლად აგვესახა კავშირი დღევანდელ ევროპაში სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და კანონმდებლობას შორის. დღეს ისე არის ორგანიზებული ბრიუსელის ბიუროკრატია და ამ ბიუროკრატიით დაკომპლექტებული ევროსტრუქტურები, რომ განსხვავებული აზრი პრაქტიკულად არ გაჟღერდება. ყოფილ ევროპაში ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. 2008-2017 წლებში ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფოს დედაქალაქში სხვადასხვა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო 5532 ადამიანი იქნა დაპატიმრებული და მათ წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აბა დაფიქრდით, რომელი სახელმწიფო შეიძლება უსწორდებოდეს განსხვავებულ აზრს, თუნდაც არაკორექტულს. ეს დიდი ბრიტანეთია და მისი დედაქალაქი ლონდონი, სადაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები შეიძლება მოსახლეობის დევნის საფუძველი გახდეს. დიდ ბრიტანეთში ხალხს აპატიმრებენ ყველაფერი იმაზე, რაც დისკომფორტს ქმნის ონლაინ სივრცეში. მოდიან სახლში და გაკავებენ სოციმედიაში კომენტარების გამო. გაერთიანებულ სამეფოში დააპატიმრეს მრავალი და რაოდენობა შოკის მომგვრელია. და ეს ეხება სოციმედიაში ისეთ კომენტარებს, როგორიცაა მაგალითად ჩვენ უკან უნდა გავაბრუნოთ უკანონო მიგრანტები. ამაზე გაკავებენ და უწოდებენ სიძულვილის ენის დანაშაულს. ხუმრობითაც რომ დაწეროთ, ამას სერიოზულად მიიჩნევენ. ახლა კი ამბობენ, რომ პოტენციურად ბრიტანეთში ჩამოსვლისას შეუძლიათ იმ ამერიკელების დაკავება, რომლებმაც ონლაინში მსგავსი დაწერეს. 19 წლის ლივერპულელი ჩელსი რასელი ერთ-ერთი ასეთი გაუგონარი დევნის მსხვერპლი გახდა ბრიტანელი პოლიციელების მხრიდან. ბრიტანელმა თინეიჯერმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე რეპერი მუსიკოსი Snoop Dogg-ის სიმღერის ტექსტი გამოაქვეყნა, მისი 13 წლის მეგობრის ხსოვნის გამო, რომელიც საავტომობილო ავარიაში დაიღუპა და უბრალოდ ეს სიმღერა უყვარდა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი პოსტი, რომელიც გარდაცვლილი მეგობრის გამომშვიდებას უფრო ჰგავდა, ლივერპულელი გოგონას სამართლებრივი დევნის საბაბი გახდა. ჩელსი რასელის პოსტი არ იყო საჯარო, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც დამნაშავეცნეს შეურაცხყოფელი ენის და სიძულვილის შემცველი სენტიმენტების გამო. არადა Jay-Z, Eminem და სხვა რეპერები მსგავს ლირიკას მრავალათასიან მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერებენ, მაგრამ ბრიტანულმა სასამართლომ ეს არ მიიღო მხედველობაში. ჩელსი რასელს 8 კვირის განმავლობაში გამოსასწორებელი სამუშაოები და კომენდანტის საათი დაუწესა და ასევე დააკისრა სასამართლო ხარჯების სრულად ანაზღაურება. ბრიტანული და ევროპული სასამართლოს კრიტიკოსები მთავარ პრეტენზიად იმას ასახელებენ, რომ სასამართლოს მიერ კონტექსტი და განზრახვა განცალკევებულია. ანუ გამოდის, რომ ნებისმიერი უკბილო ხუმრობა ან შავი ანეკდოტი შეიძლება დევნის საფუძველი გახდეს. აქ საუბარი არაა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სოციალური ქსელის მომხმარებლები დანაშაულის მოწოდებებს და დისკრიმინაციის პროპაგანდას ეწევიან მიზანმიმართულად. ამიტომაც კონტექსტი და განზრახვა ერთიანობაში უნდა გაანალიზდეს და არა ცალ-ცალკე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ორუელისეულ სიმართლის სამინისტროს დაიმსგავსება. ხსენებულ სასამართლო პროცესზე პროკურორი ირწმუნებოდა, რომ კონტექსტი და განზრახვა უადგილოა და მოსამართლე მას დაეთანხმა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მე იმ ამბავს გიყვებით, მე ჩავდივარ უკიდურესად შეურაცხმყოფელი აქტივობის დანაშაულს, რადგან ეს ხალხი აცხადებს, რომ კონტექსტი და განზრახვა უადგილოა. სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტ სივრცეში დანაშაულებრივი და ადამიანური ღირსების შემლახველი კამპანია დაიწყო სახელწოდებით „ჩაუფურთხე ქოდს“.
ზემოთ აღნიშნული ბრიტანული შემთხვევებისგან განსხვავებით, აქ აშკარად სახეზეა დანაშაულის ნიშნები და ბოროტი განზრახვა. საინტერესოა ბრიტანული სასამართლო რაც სასჯელს გამოიტანდა მაგალითად ჩაუფურთხე კონსერვატორს კამპანიის ავტორს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ერთი და იმავე სტანდარტებს გამოიყენებდნენ, სასჯელი იმდაგვარი იქნებოდა, რომ ქართველი ფსევდოლიბერალები პირღია დარჩებოდნენ, მაგრამ სწორედ აქაა მთელი ეს ფარისევლობა დამალული. თუ ბრიტანეთში ცუდი ხუმრობა დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ფარგლებს სცდება და დანაშაულად კლასიფიცირდება, საქართველოში აგრესიული მომიტინგეების ქმედებები, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება, ბლაგვის აგნების სროლა, სამართალდამცავების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პროევროპული ჯგუფების და მათი დასავლელი პატრონების მხრიდან დემოკრატიულ პროცესად საღდება. ანუ რა გამოდის? ბრიტანეთში და საქართველოში დემოკრატიას სხვადასხვა თმენის ვალდებულება გააჩნია. თუ უბრალოდ დემოკრატია მარკეტინგული ხრიკია და მისი გამოყენება გლობალური deep state-ის მიერ საკუთარი მიზნების და სურვილების მიხედვით ხდება. ერთგან ეს უბრალოდ ფარია არასასურველი მოსაზრებების გავრცელების აღსაკვეთად და მეორეგან ეს უბრალოდ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უხეში ინსტრუმენტია. პარლამენტის შენობაზე ცეცხლის მოკიდება როგორც შეიძლება მშვიდობიან პროტესტად შეფასდეს და რეპ მუსიკოსის სიმღერის ტექსტის გამოქვეყნება დანაშაულად. ევროპული deep state-ის ხელში სასამართლო ძალაუფლება მართლაც ინსტრუმენტად იქცა და სულ უფრო ემსგავსება სიმართლის სამინისტროს, რასაც ჯორჯ ორუელი აღწერდა თავის რომანში 1984. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება ისაა, რომ დიდ ბრიტანეთში ზუსტი და საყოველთაო სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დააპატიმრეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გამონათქვამების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო წლებში აღარ ქვეყნდება. თუმცა, როგორც სიუჟეტის დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლონდონში. 2022 წელს ლონდონის პოლიციის მიერ გაცემული მონაცემები აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კანონის 127 მუხლით 2008 წლის აპრილიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით დაკავებების ჯამური რაოდენობა 8573-ია, ხოლო რაც შეეხება ამ მუხლით წარდგენილ ბრალს, რაოდენობა ჯამში 3168 შეადგენს. მავნე კომუნიკაციის შესახებ კანონით აღნიშნულ წლებში დაკავებულების ჯამური რაოდენობა 18071 იყო. ბრალის წარდგენის რაოდენობა კი 3891. ლონდონის პოლიციას ასევე გამოქვეყნებული აქვს მონაცემები 2022 წლის აპრილიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით. ამ პერიოდში 127 მუხლით დაკავებულთა რაოდენობა 568 იყო, ხოლო ბრალი წაუყენეს 203 პირს. რაც შეეხება მავნე კომუნიკაციის კანონს, დააკავეს 2477 პირი. ბრალი წაუყენეს 590-ს. მე გაპატიმრებთ ელექტრონული კომუნიკაციების ქსელის არასათანადო გამოყენებისთვის. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს თქვენი ადვოკატირება და თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული სასამართლოში. თქვენი დაკავება ეხება იმ კომენტარებს, რომლებიც საკუთარი Facebook-ის გვერდზე გააკეთეთ. რამდენიმე შეკითხვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. გვაჩვენეთ რა გიდევთ ჯიბეებში. ეს სტანდარტული პროცედურაა ნებისმიერი დაპატიმრებულის მიმართ. განგიმარტავთ, რომ დაკავებული ხართ Facebook-ში შეურაცხმყოფელი. უხამსი კომენტარების გამო, რომლებზეც ხალხისგან საჩივრები შემოვიდა. კომენტარებს დაგიკონკრეტებთ დაკითხვისას. დიდი ბრიტანეთის მთავრობების მიერ სოციალური მედიის ხისტი დამორჩილების და აზრის კონტროლის მცდელობა იმის ცოცხალი მაგალითია, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა აგრესიული ფსევდოლიბერალიზმის და მიგრაციის წამახალისებელი პოლიტიკის შედეგად, რასაც საფუძველი ევროკავშირმა დაუდო. ევროპაში არსებულ მიგრანტების კრიზისზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, მაგრამ ბრიტანეთი აქაც გამოირჩევა. ქვეყანა ისლამიზაციის გზაზეა, მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები მოსახლეობის მასობრივ უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ოფიციალური ორგანოები ხშირად დამნაშავეების ეთნიკურ კუთვნილებას მალავენ, რაც ბრიტანელების კიდევ უფრო მეტ გაბრაზებას იწვევს. 2024 წლის ივლისში შემზარავი დანაშაული მოხდა ინგლისურ ქალაქ საუსპორტში, სადაც რუანდელი მიგრანტების ოჯახში დაბადებულმა აქსელ რუდაკაბანამ 3 ბრიტანელი მცირეწლოვანი გოგონა მოკლა ცივსისხლიანად და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. დამნაშავის ბიოგრაფიის გასაჯაროება დროულად არ მოხდა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ამის გამო პირდაპირ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ადანაშაულებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქსელ რუდაკაბანა 3-ჯერ იყო ანტიტერორისტული პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ბრიტანელმა სამართალდამცავებმა მის წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარეს და 19 წლის მოზარდმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. ამ სასტიკმა დანაშაულმა და ხელისუფლების უმოქმედობამ უამრავი ბრიტანელი გააღიზიანა. მათ ქუჩებში გამოსვლები და საკუთარი ბრაზის დაფიქსირება დაიწყეს.
ეს რუსულ რულეტს გავს. ვინ იქნება შემდეგი? Stop the boat! Stop the boat! Stop the boat! Stop the boat! They're calling us far right. ისინი ჩვენ რადიკალ მემარჯვენეებს გვეძახიან. ჩვენ არ ვართ რადიკალი მემარჯვენეები. ჩვენ ყველა ვართ მამები და მშობლები. ეს იმიგრანტები საბუთების გარეშე მოდიან და ჩვენ არაფერი არ ვიცით მათ წარსულზე. მე მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ რომ მე არ გავჩრუმდი. თავი დაანებეთ ჩვენს ბავშვებს. ლუსი კონოლი 41 წლის ბრიტანელი ქალბატონი ერთ-ერთი იყო იმ მილიონობით ბრიტანელს შორის, ვის მთავრობის აგრესიულ ლიბერალურ პოლიტიკას არ ეთანხმება. სამი პატარა გოგონას მკვლელობის შემდეგ წყობიდან გამოსულმა დედამ ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც ბრიტანეთის მიგრაციულ პოლიტიკას რადიკალურად აკრიტიკებდა. ტვიტის გამო ლუსი კონოლი მალევე დამნაშავეცნეს, რასობრივი სიძულვილის გაღვივების ბრალდებით და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ლუსი ისევე როგორც ბევრი ბრიტანელი შოკირებული იყო წარმოშობით რუანდელი 17 წლის თინეიჯერის სისასტიკით. შეიძლება აქსელ რუდაკაბანა პირველი თაობის მიგრანტი არ ყოფილა, თუმცა მისი მიგრანტული წარმომავლობა დასტურდებოდა და იმის მაგივრად, რომ ბრიტანელებს გამოძიება დაეწყოთ იმის თაობაზე, ვისი ბრალი იყო ის, რომ დამნაშავე ანტიტერორისტული პროგრამიდან კვლავ საზოგადოებას მიუბრუნეს, მისი ინტერესების საზიანოდ გაბრაზებულ ბრიტანელ დედაზე იყარეს ჟავრი, რომელმაც მთავრობის მიგრაციული პოლიტიკა აკრიტიკა და თავისი გულისწყრომა დააფიქსირა. ამ ამბავმა მთელი ინგლისი შეძრა და უკვე უამრავმა გამოცემამ დაწერა ამ შემთხვევის თაობაზე. დიდი ბრიტანეთის შემდეგ გერმანიაში გადავინაცვლოთ, სადაც ასევე უამრავი სასამართლო დევნაა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო. გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი მაგალითად შვეიცარიის მოქალაქეს უჩიოდა სასამართლოში, რადგანაც ამ უკანასკნელმა მას ერის მოღალატე უწოდა. მაგრამ ამ მხრივ მსოფლიო ჩემპიონი გერმანელი მწვანეების ლიდერი, წინამთავრობის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი გამოდის. მან 730 საჩივარი შეიტანა სიძულვილის ენის და შეურაცხყოფელი გამონათქვამების გამო. ჰაბეკი და გერმანული სასამართლო საკუთარ მოქალაქეებს მაგალითად ისეთი ფრაზების გამოყენებასაც არ პატიობენ, როგორიცაა პროფესიონალური იდიოტი და ამის გამო მათ წინააღმდეგ გამოძიებას იწყებენ. გერმანიაში Deep State-ის გარე მართვაზე მყოფი ადგილობრივი მთავრობის არაკორექტული კრიტიკა სასტიკად ისჩება. მაშინ, როდესაც იმავე მთავრობის ყოფილი წევრები, როგორიცაა ანაბელა ბერბოკი, მაგალითად საქართველოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა. გერმანიაში ხისტი გამონათქვამების გამო ადამიანების წინააღმდეგ სასამართლო დევნას იწყებენ და საქართველოში პოლიციელზე ფიზიკური ძალადობის მიჩქმალვა და ამის დაიგნორებას სურთ. თავისთან სხვა სტანდარტით ხელმძღვანელობენ, ჩვენ სხვა სტანდარტებს გვიწესებენ. როგორც ხედავთ ევროპული ქვეყნების სასამართლოების მიერ სოციალურ ქსელებში გაკეთებულ კომენტარებზე, უმკაცრესი სასჯელები აშკარად დამაფიქრებელია. თუ ადრე სიძულვილის ენის არაკორექტული გამონათქვამების და მსგავსი საბაბით Facebook-ის ანგარიშების გაუქმება ხდებოდა მხოლოდ, ახლა უკვე ეს სასამართლო დევნის ფორმალურ მიზეზად შეიძლება იქცეს. ბევრის აზრით ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების აშკარა შეზღუდვაა. ისევ საქართველოს რომ დაუბრუნდეთ, დიდი ბრიტანეთი უკვე საქართველოს სუვერენიტეტსაც გადმოსცოდა და 4 ქართველ მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა. მათ აგრესიული მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას აბრალებენ. თავისთან ბრიტანელები მოქალაქეებს ტვიტების და ხუმრობების გამო დამნაშავეებად აცხადებენ და მათ წინააღმდეგ უმკაცრეს ზომებს მიმართავენ, ხოლო საქართველოში ასაფეთქებლები და ბლაგვის საგნებით შეიარაღებულ დესტრუქციულ ელემენტებს იცავენ და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებს აშანტაჟებენ და სანქციებს უწესებენ. საკითხავი აქ მხოლოდ ისაა, ასეთი გაუგონარი თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტები Deep State-ის რომელ სახელმძღვანელოში წერია. ევროკავშირის წინააღმდეგ გლობალური Deep State-ის მიერ შემუშავებული გეგმა მუშაობს. ევროკავშირი დღეს ყველა იმ ღირებულებისგან იცლება, რომელზეც ის წლების განმავლობაში იდგა და რომლის გამოც ის ყველას მოსწონდა. სწორედ ამ ღირებულებების გამო იყო ევროკავშირი დიდ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ფიგურა. დღეს კი ის უკეთეს შემთხვევაში პაიკის როლს ასრულებს. დღეს ევროპა Deep State-ის ინტერესების გამტარებელი ყოფილი ევროპაა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. გვიყურეთ კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. დროებით.